ვაჟოს ფაქტები მაქვს პრემიერ ლიგიდან გინდა? დავაი. 6 მაქვს ოღონდ. მინდა როგორ არ მინდა. 6 იმიტომ მაქვს რომ ერთი უკვე ჩემი საყვარელი რუბრიკაა ეგ. მაქს დაუმანზე. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ხო გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში რომელიც გოლი გაიტანა და არის 16 წლის და 73 დღის. თითქმის 15 წლისაა ტიპი. ძალიან სასწაული ის არის ამბობ. თან გოლიც ისეთი იყო საკაიფო. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გოლია. მეხუთე ადგილზე არის დისტანციით რომელიც დაფარა ამან ბურთითაც იარა. ის დათვალეს მაგათ? ხო, ანუ რაღაცა 60 კრეტინები არის. 60 მეტრი თუ რაღაცა იარა და მეხუთე ადგილზე იყო, პირველზე იყო. ეცე ვინ იყო პირველზე, ვისი გოლი იყო? 75 მეტრით იყო. რა, ეხლა თითქოს ხო ჩვეულებრივი რაღაც გახდა. მაგრამ ტიპებს რა დონეზე აქვს მიყვანილი სტატისტიკა და წარმოება მაგ ყველაფრის და. აუ, ბიჭო, ვინ იყო? არის ანდროს ტაუნსენდი. ანდროს ტაუნსენდი იყო პირველზე 74 მეტრი იარა თუ რაღაც. West Bromwich გაუტანა თუ არ ვცდები. აი, ბრუნო ფერნანდესმა მანჩესტერის თამაში ვახსენეთ, ორი საგოლი პასი გააკეთა. მათ შორის ერთი კაი კუთხური ჩააწონა, მაგრამ მეორე პასი ძალიან კარგი იყო, ეს გააკეთა. საგოლე მატეუს კუნიაზე და 16 პასი აქვს უკვე. ასე რომ ეს ანრის მიიწევს ანრის რეკორდის. ო, სარეკორდო მაჩვენებელი საფრთხის ქვეშაა და მანჩესტერის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა უკვე. ასისტებით? კი, დევიდ ბექემის შედეგი გაამჯობესა 1999 2000 წლების სეზონში ჰქონდა ბექემს 15 საგოლე გადაცემა და ბრუნომ 16 დააგროვა უკვე წელსაც სასწაული შედეგია ნაღადად. დოუმანმა რო გაიტანა მეორე ფეხბურთელი გახდა 16 წლის ვინც გოლი შეაგდო კიდე მდგომავამხო შეაგდო მანამდე ლივერპულის. და ეს არის მეორე შემთხვევა პრემიერ ლიგაში, როდესაც ერთ სეზონში ორმა 16 წლის ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი იყვნენ ვეინ რუნი და ჯეიმს მილნერი. 2002-3 წლების სეზონში. მილნერი კიდე თამაშობს? მილნერი, რომელიც ამავე დროს არის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც უდასო პრემიერ ლიგაში გოლი გაუტანა. და იმაშება რა ქვია, ხო გარეთ ბერის რეკორდი მოხსნა უკვე თუ? კი, მოხსნა. ორი ტურის წინ თუ რაღაც მოხსნა და ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი კი არ არის. ამ სეზონშია ყველაზე ასაკოვანი მილნერი, ვისაც გოლი გატანა. ანუ ტიპი წარმოიდგინე, მაშინ როცა ეს მოხდა, ერთადერთი იყო რუნისთან ერთად 16 წლის ტიპი, ვინც შეაგდო ერთ სეზონში ორს გაუტანია და წელს ყველაზე ასაკოვანი. რუნის რამდენი ხანია დანებებული აქვს თავი და მილნერი, ანუ აი პროსტა რუნი ხო ერთ ასაკში არიან. ერთნაირი იყო უკვე და ის იყო და ყველაფერი და მოასწრო და ეს კიდე ფეხბურთს თამაშობს. და ნუ ხო ბერის რეკორდი მოხსნა 2-3 ტურის წინ, რაღაც წინ იყო. ლივერპულის ეს სტატისტიკა ადრეც ვახსენეთ სხვათა შორის და გაამჯობესეს. მერვე გოლი გაუშვეს 90 პლუს წუთზე, 90-ზე ან პლუსზე, 90-ზე გაუშვეს ეს, მაგრამ 90-ზე ან დამატებულ დროში მერვე გოლი გაუშვეს უკვე და თავისი რეკორდი კი არა, პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნეს. გასაგებია მონიქ სლოტი რა. უბრალოდ თავის რეკორდი მოხსნეს, ბოდიში, თავის რეკორდი მოხსნეს. შევა პრემიერ ლიგისაც არ არის, თავის რეკორდი მოხსნეს, ანტირეკორდი. 7 ქონათ გაშვებული 10-11 წლების სეზონში, არ იყო თორე ლივერპული ის და ამათ უკვე 8 გაშვებული. სამეგრელო სობოსლაიმ გაიტანა ჯარიმიდან მე-4 გოლი უკვე. და ლივერპულის ფეხბურთელების ყველაზე მეტია ერთ სეზონში. და პრემიერ ლიგის რეკორდამდე აშვებს ერთი ჯარიმა. ბექემს აქვს ერთი რეკორდი, ერთი 5-ია გატანილი 2001 წლების სეზონში და ლორან რობერსს აქვს შემდეგ წელს 1-2 წლების სეზონში ასევე 5. ასე რომ ერთი გოლი შეაგდოს კაცთან თამაშებს სობოსლაიმ ჯარიმიდან. თან ძალიან ის არის დაბალი მაჩვენებელია იმ პრემიერ ლიგის რეკორდი ჯარიმების all time. ხო, იმის Ward Prowse და Beckham. ორივე თანაბერთ არის, ვერ გახსოვს. 16-16-16-ია. ეგრე მახსოვს ბოლოს რო შემოწმე ეგრე იყო და. ხო, მეორე არ არის. რო გითხრა Ward Prowse-ის გოლები მის ვარ ხშირად მახსოვს რომ გაიტანა ხო? სათამაშო Ward Prowse-ი რაღაც მოგვიწევს. კიდე Southampton-ში არის, ხო? და მე ვესტჰემში, ხო. და ერთი სასიამოვნო და თან არასასიამოვნო ფაქტი არსენალისთვის. უბრალოდ სასიამოვნო, მაგრამ მიხვდებით ეთო არასასიამოვნო. ერთადერთი გუნდია, ერთ-ერთი შემთხვევა არის 30-ან მეტი თამაშის მერე 9 გოლიანი ჩამორჩენის შემდეგ ჩემპიონი რო გამختარა. ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირებული. ანუ არსენალისთვის ეს კაი ამბავია. იმიტომ 9 გოლი თურცებს ახლა 30 თამაში აქვს. თვითონ 31 აქვს, მაგრამ სიტის 30 აქვს. და 9 გოლი თურცებს არსენალი და ერთი შემთხვევა იყო, სულ როცა 30 მატჩის მერე 9 გოლი ან მეტი იყო სხვაობა და გუნდი მაინც ჩემპიონი გახდა, ვინც ჩამორჩენაში იყო. მივხვდი ხო. ეს კაი ამბავია არსენალის რამდენ ხანში ერთო. მაგრამ ცუდი ამბავი რომ სიტი იყო ეგრეთ გუნდი 13-14 წლების სეზონში. ეგრე ჩამორჩებოდა? ხო. მაშინ მოიგეს მაინც. ეგეც უეჭველი მაგით იმით ჩამორჩებოდა, თამაში ექნებოდა თადარიგში ან რაღაც. ხო. საგრი მაგ ეგრე იქნებოდა 9 გოლა და არა იყო 30 ეგრე მახსოვს არა ხო 30-30 თამაში არ იყო ორი ნაკლები ქონდა იმათან ნაღდათ ჩელსისთან წააგეს თამაში ნაკლები ქონდა სიტის ნაღდათ და მე მგონი 30-ს მე ორი ნაკლები ქონდა თუ ნუ მინიმუმ ერთი ნაკლები ნაღდათ ქონდა
და ერთი ფაქტი არა საფეხბურთო, მაგრამ რაგბიდან. არა, ნუ პირდეცი, არ ვიცი ნახე თუ არა. ეს 6-ი ნახე როგორ დამთავრდა? არა. სასწაული ფინალი ქონდა. სასწაული ფინალი ქონდა. Короче, ჯერ იყო წინა ტური. როდესაც პირდეცი თამაში იყო ისა შოტლანდია საფრანგეთი. რაგბში ეგეთი ანგარიში თუ გახსენდება 50-ით 40 მოხდა თამაში. 50-ით 40-ში. ვერ გახსენდება. და ეხა ამ ტურში ბოლო ტური იყო. და короче, სამი გუნდს ჰქონდა ჩემპიონების შანსი. საფრანგეთს, შოტლანდიას და ირლანდიას. ირლანდია იყო მესამეზე. ირლანდია მოუგო შოტლანდიას ბონუს ქულით თან და გადაასწრო შოტლანდიას და საფრანგეთსაც გაასწრო რა და გადავიდა პირველზე და საფრანგეთი ბოლო თამაში გვიან იყო საფრანგეთი ინგლისი და საფრანგეთს უნდა მოგებრო ჩემპიონი გახდებოდა თუ არა ირლანდია ხდებოდა ჩემპიონი. და აგებდა საფრანგეთი დრო რო ამოიწურა, ძირითადად რო ამოიწურა, აგებდა. და დაჯარიმდა ინგლისს და ჯარიმა გაუტანეს რა ფრანგებმა 93 წუთზე. და ნუ ამ ჯარიმით თამაშის დამთავრდა და მოიგეს თამაშიც და ჩემპიონებიც გახდნენ. ანგარიში რა იყო, იცი? აბა ვიცი. 48-46. ანუ 45-46 აგებდა საფრანგეთი. იმიტომ იმათმა ძნელო დაუდეს 78-ზე თუ რაღაც ინგლისმა, თორემ ამ საფრანგეთი იგებდა და ჩემპიონი ხდებოდა. ამან ძნელო დაუდო 78-ზე და ამან წამოიღო საფრანგეთმა და 93 წუთი იყო ჯარიმა რო გაიტანეს. ანუ ამოწურული იყო უკვე დრო. თუ რაღაცო შეშბურთი გავარნოთ ან რაღაც ააგებდნენ თამაშს და ირლანდია ხდება ჩემპიონი. და ჯარიმა გაუტანეს და ნახე ფაქტი ნახე. ეწულობს ქარებს ესე ძალიან. ფაქტი არის ძალიან მაგარი, რომ 405 მატჩი არის ჩატარებული 6 ერის ისტორიაში. 6 ერის ოღონდ. ანუ 5 ერი არის 6 ერი. სათნახე სტატისტიკა. იყო. 405 მატჩია ჩატარებული 6 ერის ისტორიაში. ეხლა შემოვიდა და რაგზე ლაპარაკობს ამას თუ ნახავდი ოდესმე არ მეგონაო. 5 ტური გამოდი, 5 ტური. სასწაულები ხდება. 15 თამაში, 10 წელიწადში არის 150 თამაში, 20 წელიწადში 300. შესაბამისად ეს 405 თამაში არის ისტორიაში, ხო, ამ ტურნირის საერთოდ. ხო, არა მარტო 6 ერი რაც გახდა. აი ეგ ისტორიაში. გავა. გავიგე რა. არა, ეს ტურნირი არსებობს 100+ წელია, ხო? ნახდა თუ არის? ძალიან დიდი ხანია. Короче, 6 ერის ისტორიაში 405 თამაში იყო და 2 შემთხვევა იყო სულ ისტორიაში. როდესაც ორივე გუნდმა 40+ ქულა დააგროვა თამაში. სულ ორჯერ მოხდა 405 თამაში, 403 იყო. სხვანაირად და 2 იყო, როდესაც ორივე გუნდმა დააგროვა 40 ან მეტი ქულა და ორივე დაფიქსირდა ბოლო ორ ტურში ახლა. პირველი ესაც ვახსენე შოტლანდია საფრანგეთი 50-40 რომ მორჩა და ბოლო თამაში მთლიანად ტურნირის 48-46 რომ მოუგო საფრანგეთმა ინგლისს სასწაული თამაში იყო. ბატონო ვახტანგ თავისთავად აღნიშნოთ ის ფაქტიც რომ ამ შეხვედრას გაუძღვა ნიკა ამაშუკელი ქართველი მსაჯი იყო საფრანგეთი გაუძღვა გულისხმობ რომ თავარი მსაჯი კი თავარი მსაჯი იყო საფრანგეთი ინგლისის თავარი მსაჯი იყო და ნიკა ამაშუკელი სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი კი და ნიკამ ეს რეალურად ბოლო წუთებში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ზოგადად მთლიან თამაში მაგრამ დემბა ბამბა ასეთი მორაგბე გაასიმინა და ინგლისმა დადოლელო გაიტანა ლელო გარდასახვაც მიაყოლეს და მე აქეთ მარო იტოჯე ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე ნამდვილად დააჯარიმეს და მოდებულია სამყაროს სხვათა შორის ერთი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ. შენ რაგბი წაგიყვანია, ხო? კი, საინტერესო ფაქტი არის, ლუის ბილბიარმა გაიტანა 4 ლელო ამ თამაში. და ტიპმა ლელო გაიტანა სწორად თუ ლელო დადო? 4, რავი, დადო რაღაც ისე გაიტანა სწორად ბეტსონ სპორტზე. გაიტანა არა, სწორი ხა. გაიტანა არა, ჯარიმა გაიტანა. ჩირქი რომ მოსცხო ეგრევე წერთ ის არის. გაიღე საკუთარ თავზე რაღაც. ავიღოთ რა, ანუ შეასწორა ბატონმა ნიკოლოზ ნეფარიძემ რომ დადო არ არისო, სწორიო. რა ვიცი, ესეთ გითხრა. რა ბურჯდებენ და ელო გაიტანა ხო და ასაც უნდა შეაგდო რა მე ეგ წამომდგენია რომ გატანა არის 30 ქულა გაიტანა ხო არა პოპულარად ბურჯი ჩააგდოს ამ ხო იმიტომ ვარდება ბურთი მოდი შევაკო გაგაწყვეტი მოგეხსენებათ ბრაიან უდრისკოლი არის ყველა დროის ლელოვე 26 ლელოთი და აი ეს ლუის ბილბიარს აქვს უკვე 18 ლელო და დიდი ალბათობით ამერიკოს 6-ში 65 თამაში 26 ქონდა ყველაზე მეტი ლელო 65 თამაში ქონდა 26 ლელო და ამას აქვს მე მგონი აი 28 თამაში 18 ლელო ძალიან მალე გადაასწრო ორ თამაში აქვს 4 ლელო დადებული პოკერი შესრულებული რაც იშვიათობაა ნამდვილად ვა ვინ არის კიდე ერთხელ სკვლარი ლუის ბილბიარი საქართველოს ნაკრებმა წააგო სხვათა შორის როდის მოხდა ბოლოს უწავაგეთ 9 წლის წინ წავაგეთ რუმინეთთან რაგბი ევროპის ფინალი 8-7 მე წაგე ბატონო ახლა შენმა ერთმა ფაქტმა რომ რაგბზე წამოიღე 6 ნამდვილად დრო წაიღო რაგბზე ვიყავით ბარსელონაზე ბაიერნის შემთხვევა არის კიდე უნიკალური ხო და 4 მეკარე დამტრეული ყავთო მაგარი საინტერესო ფაქტია სხვათა შორის მაგარი იცით მართლა
ო და ბიზნეს ჩააყენონო, შენ დაგირეკავენ ახლა მგონია. არა, გეტყვი რა ხდება. მოიცა ნოიერი კაი, ურბიგი კაი, მეოთხე მაგარი მიღა ასი ჩემო ბაი. და ეხლა ნახე რა ხდება. ბაიერნის 18 წლამდე გუნდში არის ასეთი მეკარე ლეონარდ პრესკოტი, რომელიც გახლავთ 16 წლის და დიდი ალბათობით ის უნდა ჩადგეს კარში, მაგრამ ახლა აქ არის ერთი ასეთი ამბავი. 16 წლის ბავშვს გერმანიაში ევროპული კანონით 8 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვს და თამაში იწყება 9 საათზე. ბაიერნმა გერმანიის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, რომ იქნებ დაუშვა გამონაკლისი ლეონარდის შემთხვევაში, რომ ეს ბავშვი 9 საათის მერე ანუ ჩადგეს კარში და იმუშაოს, ასე რომ ვთქვათ, გუნდისთვის და ელოდებიან გერმანიის ხელისუფლებისგან დასტურს. აი ნებისმიერ სხვა ქვეყნის ხელისუფლება რო იყოს დარწმუნებული იქნებოდა და პასუხი იქნებოდა, კი კაცო, მაგრამ გერმანელებისგან და აქ არის ის რომ მომდევნო 2 დღე უნდა მისცენ მე ამ ბავშვს თავისუფალი იქიდან გამომდინარე რომ ხო ანუ ზეგანაკვეთური შრომა მოუწევს 9 საათის შემდეგ და ანაზღაურება არ ვიცი მაგრამ მართლა საინტერესო ამბავია შეიძლება არც მისცენ ნებართვა და არა გერმანელებისგან რაღაცა რა გამორიცხული რომ მისცენ მართლა ხო მაგრამ სკამზე ხო უნდა ვიღაცა კაცო და ეს ბავშვი იქნება შეიძლება სკამზე. სასაცილოა მაინც ვიღაც ტექნოლოგიური ტიპიროზის სკამზე შეჩემა. სასაცილოა ძალიან. მაქს დოუმენმა აგერ გაიტანა. ხო მაგრამ ის თამაშია და ბიჭო დონარუმა იყო ხო ძალიან პატარა მაშინ. კი, მილანშია სასწაული. რო ჩააყრა ხეს ტექნოლოგიის ბიჭო რო ამბოტინოს ატალანტამში. ყველა ხუთი დონე მოუგონა დავატებდო შო გადაიღო. ნა? კეინი ხო ბაზარია, კეინი ხო იდგარეთ ხო. ფაქტებს გეტყვი თუ გინდა, საინტერესო ფაქტები მაქვს მომზადებული და მე და ბოლოს დამთავრდება ფიგურული სრიალით თუ არა, გადავიდეთ მე ჩვენ იდეაში მთავარ წალაპარაკო თემას. რაც სათაურში გვაქვს გამოტანი. ლა ლიგიდან 5 ფაქტი შეიძლება მაგ მაგრამ არა ყველა ძალიან საინტერესო. ერთი არის ის რომ რეალ შემადგენლობაში დანიელ იანესმა ითამაშა და საგოლ პასი გააკეთა და 21 საუკუნეში გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ვინც საგოლ პასი გააკეთა რეალ შემდგომში. ხავი გარსიას შემდეგ. 2004 წელს 17 წლის იყო ხავი გარსია, როცა პასი გააკეთა. ხავი გარსიამ რეალში პასის გაკეთებას მოასწრო დაჟე? კი ბატონო. დიდი ფეხბურთი მიღალტვერი თამაშა, მაგრამ ვალვერდეს აქვს 21 გოლში მონაწილეობა მიღებული ამ სეზონში. რაც ძალიან შტამბეჭდა. კი, ჰეტრიკი ეს გოლი, მაგრამ მაინც ვერ წავამდგენ ამდენი თუ იქნებოდა. 9 გოლი და 12 პასი აქვს. არასდროს ასეთ შედეგი არ ქონია. ბიჭო, რა გოლები გააქვთ? და ნუ ის რა ალავესმა კიდევ ერთხელ გაუშვა გოლი ბოლო წუთებზე, ეგ რადირაც საინტერესო არ არის ჩემი აზრით. მაგრამ ნუ ზოგადად თუ მიაქცევთ ამას ყურადღებას მოხდება შემდეგ დააკვირდით, იმიტომ რომ ელჩე და ალავესი უშვებენ ძალიან ბევრ გოლს ბოლო წუთებზე. ელჩემაც არ და გაუტანა 99-ზე. და ბოლო წუთებზე ბევრ გოლს უშვებს ეს ორი გუნდი ლა ლიგაში. ბარსელონას აქვს 75 გოლი გატანილი წელს და მარტო ბაიერნს აქვს უფრო მეტი ტოპ 5-ში. 93 და ბარსას აქვს 75 და მე ბოლო ფაქტი ისეთი კაი ფაქტი არის ინიაკი უილიამსმა მე-500 მატჩი ჩაატარა ბილბაოში და მერვე ფეხბურთელი გახდა ამ გუნდის ისტორიაში და თან ისეთია რა ანუ ყველა რო ჩამოგითვალოს ფეხბურთელები ყველა გეცოენება. იმიტომ ძალიან ცოტა არის ანუ 8 ცოტა მაგრამ თან ისეთი ლეგენდები არიან რა ან ძველები და ან ბოლოს ახლა რაც მახსოვს მუნიაინი იყო ადურისი იქნებოდა? არა, ადურის 500 უთამაში არა. მუნიაინი იყო, ირაოლა. და ეხა ინიაკი. რაღაცას აძლევენ ხოლმე პახო 500 თამაშს ვინც მაიკას თუ რაღაც გამოარჩევენ ხოლმე რა იმინა 500 თამაშს და ბოლოს მახსოვს მუნიაინი იყო და იქამდე იყო ირაოლა. შეიძლება კიდევ ვიღაცა იყოს. ინიაკი თან ასაკით ეგეთი დიდის არ არის, კიდე რამდენი შეუულია ვითომ. ამას უეჭველი შეუულია რომ ყველა დროის ყველაზე მეტი. თან ახლა ის რეკორდი ხო აქვს? ზედიზეთ რამდენი მატჩით 300 რაღაც თამაში ვითამაშა, რაც საგიჟეთია ეგეთ მაგ რეკორდს ალბათ ვერ მოხსნის ვერასდროს. და სერიაადან კომომ რომ მოიგო დუბიკასმა შეაგდო ერთი გოლი, მეათე გოლია უკვე. და ძალიან სასაცილო არის რომ კომოს ისტორიაში ბოლოს 10 გოლი 40 წლის წინ გაიტანა სერიაში ფეხბურთელმა. სტეფანო ბორგონოვამ შეაგდო 10, თან ზუსტად 10 შეაგდო. რომას პრობლემა რა არის? ახლა ამ ფაქტით ჩანს მაგ თამაშში გოლი მალენმა შეაგდო პენალტით და მაგ გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა რომას ამ სეზონში.
იანვარში გადავიდა გუნდში. ვიცი ხო ეხლა რო გადავიაზრე და საუკეთესო ბომბარდირია. აბა რა რომას იმედი როგორ შეიძლება კონდეს ბიჭო. ვიცი, აი რანაირად ახერხებენ აზე არ ვარ რა. თან დოლბიკი ყავთ ტიპებს, რომელიც ის არის. ბაკი ახლა ტრამირებულია თუ არც ბოლო პერიოდში, მაგრამ ეს ცურ რამდენი ცრუ ფეხბურთელი არსებობს. ბიჭო, ლა ლიგის ბომბარდირია კაცი. გავიგე, შეჩემ ლა ლიგის ბომბარდირი ისიც მურიკი შეჩემ. მურიკი არ გამოდარა. ანუ აი თითქმის ბომბარდირი ხო ხდება ხოლმე. ბუდიმირი და ვიღაცა შეჩემა გოგონილი ხალხითო. რა ბუდიმირი ჩემი, ანუ რა მურიკი და რა ისა დოლბიკი შეჩემა. რა ტეხავს თო. ბიჭო, დოლბიკი რა. აი ხა ლა ლიგის ბომბარდირი რო გაიხსენა ბოლო წლების, აი ვინც ახლოს იყო 3-20 და ბუდიმირი, არა. დოლბიკი და ისა შეჩემა მურიკი. ეგ არ გავხდა რა ბომბარდირი. ანუ აი 3-ში ვინც იყო. ეს გახდა შეჩემ ბომბარდირი. გავიგე. ეს უძაღლო ქვეყანაში რო ატყებოდნენ კატებს ეგ არის ხა თორე. 24 გოლი შეაგდო. აი არა, ეს გახდა ხო ბომბარდირი, ხო ზუსტად მახსოვს. ყველაზე უსახელო ბომბარდირია მე ვიღაც ფეხბურთს უყურებ ემაში ლა ლიგაში. ხო და ხო ეს გახდა ხა ხო არ მეშლება თქო. ის ხო გახდა, გუისა გახდა ხო ერთხელ. ეგ ხო 2006-ში. გუისა მხეცი იყო, მე ხეს პრეზიდენტ ნაკრებში თამაშობდა და ვილა ტორესის მერე მესამე კაცი ეგ იყო ხო. და ბიჭო ხო ეს გახდა ეს და ვიღაცა იყო. და რუსეთს გაუტანა გოლი და მაგიტო კიდევ უფრო კარგად მახსოვს და. ხო, სორლოტმა გაიტანა 23 ხო იმ სეზონში და ამაში აგდო 24. ეს ივან დრაგო კიდე. იმენა ივან დრაგო არის. სორლოტი? იმენა ერთ-ერთში რო უყურებ, იმენა ივან დრაგოა. ბუდიმირი, მართლა რა კაცია ბიჭო, ამდენ გოლს იტანს ჩემი კაი. ხო რა ბუდიმირი ბიჭო, აი ესე იგი ნუ ნახე ბუდიმირს რო გააქვს მაგდენი გოლი, ესე იგი ჩემპიონატი არ არის მაგდონის. რაღაცა პრობლემა არის რა. 17-21 შარშან და 13 წელს. ანუ აი სიგიჟი გეხ ბუდიმირის 21 გოლი. არ ვიცი. რამდენი გოლი აქვს ლა ლიგაში? ძალიან ბევრი გოლი დაუგროვდა სხვადასხვა ვიცოდე. ბუდიმირი ვინც არის მეგობრებო, მამარდასრო პენალს ურტყამს და ფეხს რომ მოიტეხავს დარტყმის დროს ეგ არის. 91 გოლი აქვს ლა ლიგაში ჩემო. ანუ 100-მდე 9 გააკლია. კაი, ხო და მალენი არის საუკეთესო ბომბარდირი რომას მოკლედ ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ იანვარში გადავიდა ტიპი გუნდში. ლეო ოსტიგორი გახსოვს ეგ კაცი? ლეო ოსტიგორი კი? ნაპოლიში რო იყო ყველა. კი. ეგ ხო გადავიდა. სველი ხო? ხო, ჯენოაშია ეხა და 5 გოლი აქვს წელს გატანილი უკვე და ჯენოას ისტორიაში პირველი ცენტრალური მცველია, რომელსაც 5 გოლი შეაგდო. არ მიგვირს, 5 გოლი ბევრია ძალიან. ხო, თუ ჯენოას ისტორია თან ძალიან ისეთია. არ იყო ცუდი ფეხბურთელია ეგ ისე. ხო, რაც თამაშობდა, ხო, ნორმალურად არ თმედა თავის მოულობას. იმას მერჩივნა რა ქვია, უკვე მოვიწყდება. ჟესუს? არა. რაჰმანი ის? ხო, აი რაჰმანი ახლა ნაპოლიში. ხო. მატეო პოლიტანომ შეაგდო ერთი გოლი და პასი გააკეთა ნაპოლიმ ლეჩეს მოუგო 2-1 და სხვათა შორის პოლიტანოს იყო პირველი გოლი წელს. მე არ მეგონა თუ ამდენ ხანი გოლი არ ქონდა გატანილი. პოლიტანო რო ყლე იყო ეგ ჩანდა იქამდეც. ეგ და რასპადორი და კვარაცხელიას კონკურენტები რო იყვნენ. რასპადორის აქვს საოცარი სეზონი შეჭამა ტიპი ჯერ რაში ეწერა საერთოდ ჩემი ფინანსური მაქინაციის ან ტრაფიკინგი ან რაღაცა მსგავსი სხერპლი, ამიტომ რომ ატლეტიკოში რასპადორი როგორი ხო იცი? ო გაუშვეს. სად არის? არ ვიცი. ხო და იტალიაში დაბრუნდა ხო ვერ ვიხსენებ სად არის. ძალიან უცნაურია ბიჭო. ატალანტაშია ხო? აი ძალიან უცნაური ფაქტი არის რომ 6 თვე ტიპი ატლეტიკოში იყო და ეხლა ატალანტაში. გოლი გაიტანა უკვე მოასწრო. აი ფაბიო ბოლინის პოლიტანოს ვაქამდე გოლი არ ქონდა გატანილი, მე ვერ წარმოვედგინა მართლა. ეხლა შეაგდო ამ ტურში. თან საგოლი პასიც გააკეთა. ამან მოაგებინა რა რეალ. მე-19 ფეხბურთელი გახდა ამ სეზონში ნაპოლისთვის სერიაში ვინც გოლი შეაგდო. ძალიან ბევრია, 19 ფეხბურთელი ერთ სეზონში გოლის ავტორი ძალიან ბევრია. პირველზეა ნაპოლი გაიკვირდა უაზრო გუნდი. ნაპოლიც რა უაზრო გუნდი გახდა. ბიჭო ხო 19 გოლის ავტორი. აი თავი ბოლო რა. საგიჟეთიაში ჩემ. ანუ თავი ბოლო, აი ხო ჩემპიონი გახდა კიდე, მაგრამ ვაფშე აი ის დაკარგა რა. აი ნაპოლობა დაკარგა. ხო, ანუ კი თავისი magic touch-ი რაც ჰქონდა რა. კი. ის ზოგი გუნდი იყო თუნდაც აი ლავეცის ყვარანდელი ნაპოლი. ხო, ანუ რაღაცა ყვერებიანი. ხო. რაც ჰქონდა თავისი და ხალასი რაღაცა რა. ო რა მაგარი გუნდი იყო ბიჭო. არა ბიჭო, ეხლა ძალიან უცნაურია, თან როგორ ტიპებს აქვს, ისე გოლები გატანილი, ეხლა ბოლოს ხო ალისონმა გაიტანა. ანუ არსაიდან მოიყვანეს ვიღაცა ტიპი შეჭამ ალისონ სანტოსი. ამან შეყარა. ლორენცო ლუკასა კიდე ამ სეზონში თურმე გატანილი ეს გაუშვეს ხო ეხლა? ლანგი იყო შეჭამ გაუშვეს. ხა ლუკა ნოტინგემში გაუშვეს. ხო ძალიან უცნაური გუნდი გაიჩნდა. და ბოლო ფაქტი პიზამ მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. მართალია მაინც შევა გავარდეს, იმიტომ რომ ძალიან სულად აქვს საქმე, მაგრამ ეს თამაში ვერ მოიგო ბოლოზე იქნებოდა საერთოდ. მოიგო 10 კაცით კალიარისთან და ბოლო ადგილი დაუთმო ვერონას. ამ მატჩში 10 კაცით იყო დარჩენილი გუნდი, მაგრამ მაინც მიუხედავად მაგისა 1-0 იგებდა 10 კაცით დარჩა და 2 კიდე გაიტანეს მე. და 3-0 გახდა ანგარიში, მე 1 შეაგდო კალიარი. და 2 გოლი აი მეორე და მესამე გაიტანა გუნდის კაპიტანმა ანტონიო კარაჩოლო. რომელიც მცველი.
რომელიც არის 35 წლის და 258 დღის, ანუ თითქმის 36 წლისაა ეს ბიჭი, კაცი. და მესამე ყველაზე ასაკოვანი, მესამე ადგილზეა უბრალოდ ასაკოვან მცველებში, ვისაც 2 ან მეტი გოლი აქვს გატანილი სერიას თამაშში. მეორეზე არის სინიშა მიხაილოვიჩი, რომელმაც 2005 წლის თებერვალში 35 წლის და 358 ან თითქმის 36 წელს გაიტანა 2 ან მეტი გოლი. შეიძლება ჰეტრიკიც იყო, არ მახსოვს. ჰეტრიკი გონდა სინიშას, მაგრამ მეგონი ადრე. მაგრამ 2 შეაგდო მაშინ, როგორც მინიმუმ. და პირველზე წივინა აბა თან იმავე წელს. ოქტომბერში, ან შემდეგ სეზონში, 5-6 წლების სეზონში. პაოლო მალდინი. 37 წლის და 98 დღის, ანუ დღემდე მალდინი ყველაზე ასაკოვანი მცველია სერიას ისტორიაში, რომელსაც 2 ან მეტი გოლი აქვს თამაშში გატანილი. და მეორეზე მიხაილოვიჩია და ძალიან აი რაღაც სიები ხო არა ლოგიკას რო ექვემდებარებაო რო იტყვი რა და ეს ძალიან ლოგიკური სია არა რო აი პაოლო მალდინია ყველაზე ასაკოვანი ვისაც 2 გოლი აქვს გატანილი ან მეტი და მეორეზე რო შეიძლება ასეთი სიდიადის მცველი არ იყო მაგრამ გოლების კონჩი ერთ-ერთი უდიდესი მცველი იყო სინიშა მეორეზე არის მიხაილოვიჩი პირლოს აქვს ყველაზე მეტი ჯარიმა ხო სერიას ისტორიაში მეგონი 26 ჰეტრიკი აქვს ჯარიმები შესრულებული სიგიჟეა ლაციოში გაიტანა თუ ეს ქონდა winning 11-ში უბრალოდ 19 შუტ პავერი და მაგდროს არ ვიცოდი ვინ იყო იმიტომ რომ პატარაობაში ჩავრთე ეს და ვიღაც ცენტრალურ მოცულს შუტ პავერი 19-ზე რატოა გვერდით ანუ ქვედა გრაფა ეს დარტყმის და რაღაცების ქონდა ძალიან მაღალი მეთქი რა და 16-ზე ქონდა სირბილი თუ რა ძალიან ელი იყო. და ისინი ქონდა მეთქი ვინ არის და მე რო გავიგე ვინ არის და რას ურტყამდა და რას თამაშობდა. აი არა ზარიმებს ასრულებდა სასწავლებლში. თან ახლა რო დაფიქრე კარიერას მიხაილოვიჩის სამპდორიაში იყო ძალიან მაგარში. მე რომაში იყო თუ მანამდე იყო რომაში. მე უკვე ინტერიდან ხო ინტერიდან აღარ ვარ გეთქვა ვაფშე არ მახსოვს ინტერში. მართლა მე ინტერში ვაფშე არ მახსოვს. მარტო ინტერში მხავს დანახი სხვა. საერთოდ არ მახსოვდა რომ ინტერში იყო მიხაილოვიჩი, მე ლაციო და მახსოვს ერთად და სამპდორია. რომა არც მახსოვს, ანუ რომაში მეგონი მანამდე იყო.